მოგესალმებით, მე გახლავართ თეიმურ ბუაძე და ვაგრძელებ ლექციათა ციკლს ქრისტიანული სორხედოლობის ელემენტები. დღევანდელი ლექციის თემა გახლავთ იუდაიზმი და ისლამი. ცხადია, ამ ლექციათა ციკლის კონტექსტში არ ვაპირებ ვისაუბრო თუ დაწვრილებით შევისწავლო ისლამი, ფენომენოლოგია ამ რელიგიებისა, როგორ ჩამოყალიბდა იუდაიზმი და ისლამი, რა არის მისი მოძღვრების ძირითადი ელემენტები, როგორ გავრცელდა, თან რომელი ქვეყნებში არის გავრცელებული ეს რელიგია და ასე შემდეგ. ესე ფენომენოლოგიური ასპექტი არ მაინტერესებს. მე განვიხილავ ამ რელიგიებს როგორც იდეოლოგიზაციის პროდუქტებს. ჩვენ თქვით იდეოლოგია როგორ ყალიბდება? იდეოლოგიები ყალიბდება მაშინ, როდესაც ადამიანი ფიქრობს საკუთარი ძალისხმევაზე, საკუთარ ძალებზე დაყრდნობით დაამყაროს სამოთხე დედამიწაზე. აი ამ თვალსაზრისით და ეს იდეოლოგია ყალიბდება არა მარტო ათეისტურ კონტექსტში, არამედ რელიგიურ კონტექსტშიც. აი წარმოვიდგინეთ თქვენ ადამიანები, რომლისის მისი გული ამ მთლიანად ამ მიწას ეკუთვნის, აი ამ მიწაზე უნდა დაამყაროს ჰარმონია, წესრიგი ოღონდ ღმერთის სახელით. და ამ დროს ეფუძნება საკუთარ ძალისხმევას უფრო ვიდრე ღმერთისას. მე მინდა იმის თქმა, რომ იუდაიზმი და ისლამი სწორედ ქრისტიანობის პოლიტიზაციის შედეგია. ბევრს ალბათ ეს ძალიან გაუკვირდება, როცა ამას ვლაპარაკობ. ერთი იმიტომ ვიტყვია, რომ იუდაიზმი გაცილებით უფრო ძველია ვიდრე ქრისტიანობის და როგორ მოხდა, როგორ შეიძლება თქვათ, რომ იუდაიზმი ქრისტიანობის დამახინჯება და პოლიტიზაცია, ან კიდევ ისლამი სულ სხვა რელიგიაა და როგორ შეიძლება ჩაითვალოს, ეს არის ქრისტიანობის პოლიტიზაციის დეგრადაციის შედეგი. ეს ასე არ არის. ჩვენ როდესაც იუდაიზმზე ლაპარაკობთ ეგრეთ წოდებულ მეორე ტაძრის შემდგომ რაბინისტულ იუდაიზმზე. აქ ისე თქვა მინდა. ძველი აღქმა ქრისტიანებს ეკუთვნით. და ძველი აღქმა ეს არის მოლოდინი მესიისა, რომ მესია უნდა მოსულიყო და მიეღოთ. როდესაც მოვიდა მესია იესო ქრისტე, ძველი აღქმა გახდა ჩვენი. ისევე როგორც ჩვენ ბავშვობაში, როდესაც შვილები ვიყავით უსუსუნი, ვერ გამოთქვამდით ჩვენს აზრებს, მაგრამ ეს ბავშვობა ჩვენ გვეკუთვნის. ჩვენია. აი ასევია. ძველი აღქმა ღვთისჩაგონებული რელიგია. ეს იყო მოლოდინი მესიისა, და რაკი მესია მოვიდა, ჩვენ ეს მესია აქვს წამს, ძველი აღქმა ჩვენია. ის პერიოდი მოლოდინისა მესიისა ჩვენ გვეკუთვნის. ჩვენ ვართ ახალი ნამდვილი ისრაელი, ქრისტიანები. მეორე ჯულის შემდგომი რაბინისტული იუდაიზმი ეს არ არის პარალელური რელიგია. ეს არის ანტიქრისტიანული რელიგია, რომელიც უპირისპირდება ქრისტეს, იმიტომ ქრისტეს ღვთაებრიობას უარყოფს და ცვლის მას სრულ წინასწარმეტყველად და მოძღვრად, იმპოსტორად. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, ეს არის ქრისტიანობის საპირისპირო რელიგია. მეორე ტაძრის შემდგომი რაბინისტული იუდაიზმია აქ საუბარი. რაც შეეხება ისლამს, ისლამის ლაპარაკობს, რომ ყურანი არ ეწინააღმდეგება ძველ და ახალ აღქმას, ამბობს, რომ ყურანს მოაქვს ჭეშმარიტი ინტერპრეტაცია გაგება წმინდა წერილისა. მუჰამედი და ისლამი ამბობენ, რომ მათთვის ძველი და ახალი აღქმა წმინდა წიგნებია და იესო ქრისტეს წინასწარმეტყველს ეძახიან და პატივისცემენ ღვთისმშობელსაც. ღვთისმშობლისა და იესო ქრისტეს სახელი მუჰამედზე უფრო მეტად ნახსენები ყურანში. უბრალოდ ისინი იესო ქრისტეს არ თვლიან ღმერთად. ამიტომ ის ანტიქრისტიანული რელიგიაა. ის პარალელური კი არა, ანტიქრისტიანულია. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ წინა მამები ადრე რაბინისტული იუდაიზმს და ისლამს განიხილებდნენ როგორც სექტებს. სექტე ეს არის დამახინჯება ქრისტიანობისა. აი ესე რა მოხდა ამ დროს? ისლამში და იუდაიზმში მოხდა ქრისტიანობის დამახინჯება, გადაგვარება, იდეოლოგიზაცია, პოლიტიზაცია, აი ამაზე ვისაუბრებ ჩვენ დღეს. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, მე ამას კიდევ ვიტყვი, ის რომ გავაკრიტიკოთ ამ რელიგიის მიმდევრები არამს და თავად ეს რელიგიები, არა. უბრალოდ ისე თქვა გვინდა. წარმოვიდგინეთ ავადმყოფი, რომელიც ავათაა. ის მიდის ექიმთან, ექიმი უსვამს დიალოგს და მერე იწყებს მკურნალობას, რომ ეს ავადმყოფებისგან განიკურნოს და მოისპოს სიმპტომები, რომელიც ამ ავადმყოფობასთან ახლავს. მაგრამ თუ კი ეს პაციენტი ჩათვლის, რომ აი ეს ავადმყოფობა ნორმალური მდგომარეობაა, მკურნალობა არ ტიტო ეს არის ჯანმრთელობა, მაშინ ის არ იმკურნალებს და მიუშვებს ამ ავადმყოფობას და ეს სიმპტომები გამოიკვეთება უფრო და უფრო კაფიო გახდება. აი ეს რაღაც ესეთი მოხდა იუდაიზმში და ისლამში. ის რასაც ეს ტენდენციები პოლიტიზაციის და იდეოლოგიზაციის, რა თქმა უნდა, ქრისტიანობაშიც არსებობს, ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ. არავინ არ არის იდეალური ქრისტიანი და ის ცოდვაც თუნება ადამიანებს შორის, რაც ისლამში და იუდაიზმის მორწმუნეებს შორის არის, ჩვენთანაც არსებობს, მაგრამ ქრისტიანობაში არსებობს ისაც იდეალია, სწორია. ამიტომ აი ასეთ ტენდენციებს იდეოლოგიზაციის და პოლიტიზაციისას ებრძვიან და უნდა ებრძოდნენ ქრისტიანები და მართლმადიდებლები.
მაგრამ ისლამში და იუდაიზმში ეს ასე არ მოხდა, ამიტომ ეს გადახრა, გამოიკვეთა და მან კანონიკური ფორმა მიიღო იქ. მე წინა ლექციაზე ვთქვი, როდესაც სტუდენტებს მედიცინას ასწავლიან, რაიმე ავადმყოფის ეტიოლოგია, თქვათ, გააცნონ, ან როგორ უნდა მოყავთ პაციენტი, სადაც ამა თუ იმ დაავადების სიმპტომები ყველაზე ნაცვლადაა გამოკვეთილი. მის მაგალითს ესწავლენ, აი ზუსტად ამ თვალსაზრისით განვიხილავთ ამ ორ რელიგიას, იუდაიზმსა და ისლამს. ამავე დროს კიდევ ვიმეორებ, რომ ჩემი სურვილი არ არის არამც და არამც გავაკრიტიკო ამ რელიგიის მიმდევრები, თქვათ, იუდეველები, ებრაელები ან მუსულმანები. რატომაა ესე? იმიტომ რომ ადეპტები და რელიგიური მოძღვრება სულ სხვადასხვა. ჩვენ ვეძახით თავს ქრისტიანებს, ხომ? ზოგი ნომინალურად, ზოგი გულწრფელად ლაპარაკობს, რომ ქრისტიანია, მაგრამ ძალიან ბევრი ქრისტიანი ქრისტე რომ ჩაუვარდეს, ხო ჯვარსაცობს ისე. ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანები ქრისტეს სახელით რამდენ ბოროტებას ჩადიან. წმინდა წერილია დაწერილი იმის ადამიანებს შორის სიყვარული გაავრცელოს, მაგრამ აი ამ წმინდა წერილის სიყვარულის წიგნის სახელით ჩადიან უზარმაზარ ძალადობას, ბოროტებას და საშინელ საქმეებს. ნიჩემ თქვა, რომ დედამიწაზე ერთი ნამდვილი ქრისტიანი იყო და სხვა ქრისტიანებმა ისიც ჯვარსაცვესო იესო ქრისტეს გულისხმობდა. სამწუხაროდ ეს ესეა. აი ჩვენ წინა ლექციაზე რომ დიდი ინკვიზიტორის მაგალითი ვაჩვენეთ. ეს მარტო ერთი კაცი კი არა. ყველა ცოდვის დროს ადამიანი ღმერთს ჯვარზე აცვევს. თუ გონია თავი ქრისტიანი, მაგრამ ღმერთის წინააღმდეგ მიდის. ჩვენ ყველას ქვია ქრისტიანი, მაგრამ ნამდვილი ქრისტიანები არა ვართ. სხვა რელიგიებში კიდე პირიქითაა. ძალიან ბევრი მიმდევარი, თქვა, მუსულმანი, ისლამი გაცილებით უფრო მაღლა დგას, როგორც ადამიანი, როგორც მოწმე, ვიდრე ოფიციალური დოქტრინაა. ან ბევრი იუდეველი გაცილებით უფრო მაღლა დგას თავისი ადამიანური, თავისი რელიგიური სოფხედელობით, თავისი სინდისის, ვიდრე ოფიციალური რაბინისტური იუდაიზმი. ეს ქრისტიანობაში ხდება ესეთი რაღაც. მე შვეიცარიაში ვსწავლობდი 9 წელი ცხოვრობდი და კალვინისტური ქვეყანაა. კალვინიზმი წამდა. მე მინახავს ძალიან ბევრი კალვინისტი ქრისტიანი, რომელიც გაცილებით უკეთესი იყო, როგორც ადამიანი. კი ლაპარაკობდნენ, რომ ჩვენ კალვინისტები ვართ, მაგრამ გულის სიღრმეში არ წამდათ ის, რომ ღმერთი ვიღაცას ჯოჯოხეთში უშვებს სრულიად დაუმსახურებლად. აი თავიდანვე წყვეტს ღმერთი, ვინ წავიდა ჯოჯოხეთში და ვინ სამოთხეში. ეს ადამიანისთვის ძალიან ძნელი მისაღებია. ეს ოფიციალურად კი არიან კალვინისტები, მაგრამ თვითონ უფრო მაღლა დგანან, ვიდრე კალვინი და კალვინის მოძღვრება. ამიტომ კიდევ ვიმეორებ. აქ მე არ ასამართლებ მიმდევრებს, ამაზე არ ვლაპარაკობ და არც ოფიციალურ რელიგიაზე მე მინდა უბრალოდ ილუსტრაცია მოვიყვანო, რატომ როგორ ხდება იდეოლოგიზაცია. ქრისტიანობის ამას რატო ვაკეთებ? იმიტომ რომ თუ ჩვენ აი ამაზე მაგალითს მოვიყვან მე ჩემი ლექციის ბოლოს. თუ ქრისტიანები ჩვენ ფხიზლად არ ვიქნებით, არ დავიცავთ მართლმადიდებლობას. კარგად, ჩვენშიც მოხდება კატეგორიების პროცესი. ან ქრისტიანობა გადაიქცევა, მოხდება მისი ან იუდაიზაცია, ან ისლამიზაცია. რა გულისხმობ ამ სიტყვაში, ამ ლექციაში გამოჩნდება, არის ერთ-ერთი ძალიან დიდი ამერიკელი თეოლოგი სერაფიმ როუზი, რომელიც ლაპარაკობდა აი მომავლის რელიგიებზე. აი რაც დრო გავა, აპოკალიფტურ ეპოქას მიუახლოვდება საზოგადოება, დაიკარგება ქრისტიანული წმენა, დეგრადირდება და ამ დროს ლაპარაკობს როგორ მოხდება მომავლის რელიგიებზე, ანუ დამახინჯებული ქრისტიანული რელიგიები არის აღმოსავლური რელიგიები, ჩვენ შემდეგ ლექციაში გვექნება ინდუიზმი, ბუდიზმი, ან თქვა როგორ მოხდება ქრისტიანობის იუდაიზაცია, ისლამიზაცია. რა იგულისხმება ახლა? იმისაც რომ ჩემი ლექსია გასაგები გახდეს უფრო, მოდი მოვახდინოთ რელიგიების კლასიფიკაცია, გაყოფა. რომელზეც ლაპარაკობენ ისე დიდი ფილოსოფოსები და რელიგიაცოდნები, როგორც არა მაგალითად რენე გენონი ან მირჩა ელიადი. იმ ცერკვევა ძალიან დიდი სახელებია. ისინი რას ამბობენ? მიუხედავად იმისა, რომ რელიგიები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, შეიძლება ორ კატეგორიად დავალაგოთ, ეგრეთ წოდებული კრეაციონისტული და მეორე მანიფესტაციური ტიპის რელიგიები. მანიფესტაციური ტიპის რელიგიები შემდეგ ლექციაზე გვექნება საუბარი. კრეაციონისტული რელიგიების სახელი მიანიშნებს რა არის. კრეაციონისტულია ისეთი რელიგია, სადაც საუბარი რომ ღმერთი როგორც პიროვნება, თავისუფალი პიროვნება, არაფრისაგან ქმნის კრეაციო ამას ნიშნავს ლათინური სიტყვა, ქმნის სამყაროს და ადამიანს. ადამიანის შექმნა თავისუფალი პიროვნებად. ეს არის კრეაციონისტული ტიპის რელიგიები და მანიფესტაციული ეს არის ღმერთი უშუალოდ ვლინდება ბუნებაში ამაზე ჩვენ. არსით ამაზე შემდეგში ვილაპარაკებთ როგორც გითხარით. ახლა წარმოვიდგინეთ ესე, აი ეს სამი რელიგია არის კრეაციონისტული. ეს არის იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი. რატომ? მათ აბრაამისტულ რელიგიასაც ეძახიან. იმიტომ რომ სამივე რელიგია ეფუძნება წმინდა წერილს. ძველი აღთქმის ტექსტებს, სადაც შესაქმეზეა საუბარი. იუდაიზმი ძველი აღთქმის ტექსტ, ქრისტიანობა ეფუძნება ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის წიგნს და ისლამს აქვს პრეტენზია, რომ ისიც ეფუძნება აი ამ ორ წიგნს და ყურანი უბრალოდ კარგად განმარტავს ორივეს. ნუ დაამახინჯეს ქრისტიანებმა და იუდეველებმა და
ყურანი უფრო კარგად ხედავს არს ძველი და ახალი აღთქმისას. ესე სამივე ეფუძნება კრეაციონისტულ მოდელს. თავისუფალი ღმერთი, პიროვნება, ყოველგვარი იძულების გარეშე, სიყვარულის გამო ქმნის არაფრისაგან სამყაროს და ადამიანებს. და ადამიანი არის ასევე თავისუფალი. ეხლა რატომ არის ადამიანი თავისუფალი რეალურად? იმიტომ რომ თუ კი არაფრისაგან ქმნის ღმერთი ადამიანს, ადამიანი არის ღმერთის გაგრძელება, მისი არჩეული და მარიონეტი. ღმერთისაგან განსხვავდება, დედისაგან რო იშლება შვილი, დედას უყვარს შვილი მისი მსგავსია, მისი ორგანიზმიდან მოდის, მაგრამ შვილი სხვა პიროვნებაა და დედა სხვა პიროვნებაა, ხო? ორი თავისუფალია. და შეიძლება ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ერთმანეთის ნება არ აღასრულონ და შემდეგ ცალკე იცხოვრონ და ასე. ესეა ღმერთი აშვა შექმნა ადამიანი, მაგრამ შექმნა არაფრისაგან და ეს ადამიანი არის თავისუფალი პიროვნება. ის შეიძლება წავიდეს ღმერთის წინააღმდეგ, ან ღმერთის მორჩილი იყოს. რეალურადაა თავისუფალი. ეს არის კრეაციონისტული მოდელი. სამი ამ რელიგიას იძახიან აბრაამისტულ რელიგიებს. რატომ? იმიტომ რომ აბრაამთან დადო ღმერთმა აღქმა. აღქმა არის კონტრაქტი. თანამედროვე ენაზე გამოვიდეთ. რატომ არის ახლა ესე? რატო არის აბრაამისტული რელიგია და ქრისტიანობა? წარმოვიდგეთ, ღმერთი არის თავისუფალი პიროვნება, ადამიანი არის თავისუფალი პიროვნება, რომელიც პატივს სცემენ ერთმანეთს. ღმერთი პატივს სცემს ადამიანის თავისუფლებას, თავზე არ ახвეს თავის წმენას და თავის ჩულს. თავისუფალ არჩევანს აძლევს. როდესაც ორი თავისუფალი პიროვნება ხდება ერთმანეთს, როგორ იწყება მათი ურთიერთობა? კონტრაქტით. როგორც ხდება, ხომ? ეს არის აღქმა. აღქმა რას გეუბნება? ღმერთმა დაუდო აღქმა ადამიანებს და ეუბნება, თუ თქვენ დაემორჩილებით ასეთ და ასეთ წესით, მიიღებთ ამას და ამას კურთხევას შემგან, ხო? წელია ძველ აღქმაში. აბრაამთან დადო აღქმა უფალმა, ანუ თანამედროვე სიტყვით ვთქვათ კონტრაქტი, რომ თუ შენ დაიცავ ცნებებს, უფლის ცნებებს, მიიღებ ჩემგან კურთხევას ამას და ამას. ეს არის არსი კონტრაქტისა. ეს ხდება სამივე რელიგიაში. იუდაიზმში, ქრისტიანობაში და ისლამში. იუდაიზმში ეს არის მოსეს ჯული, ცნები, რომელიც ჩვენთანაც გამოვიდა, და ისლამში ეს არის შარიათი. მაგრამ განსხვავება არსებობს ქრისტიანობასა და ისლამსა და იუდაიზმის შორის ფუნდამენტალური. ქრისტიანობა ამ კონტრაქტზე არ ჩერდება. ჯერ იდება კონტრაქტი ადამიანსა და ღმერთს შორის, რომ დაიცვას უფლის ცნებები, ეს 10 მცნება იქნება თუ სხვა, რათა ცოდვისაგან თავი შეიკავოს, მაგრამ ქრისტიანები და პავლემოციკული და ქრისტიანობა ლაპარაკობს, რომ ღმერთს არ შეუქმნია ადამიანებს ის, რომ მის წესებს დამორჩილებოდნენ. ეს წესები არის ინსტრუმენტი, რომ ადამიანი მოამზადოს უფრო დიდი რაღაცისათვის. რა არის ეს უფრო დიდი რაღაცა? გახტობა. ჩვენ ვთქვით, ღმერთმა შექმნა ადამიანი როგორც ქმნილი ღმერთი. ადამიანი შეიქმნა არა იმისთვის, რომ რაღაც წესებს დამორჩილებოდა, არამედ შეიქმნა იმისთვის, რომ მადლისმიერად გამختარიყო ღმერთი. ღმერთთან ეცხრება მარადიულ ნეტარებაში. მადლისმიერი ღმერთი იყოფილიყო, როგორც წმინდანები არიან. წმინდანები არიან ადამიანები, მაგრამ მათში მოხდეს ღვთაებრივი მადლი და ცხოვრობენ ისე, როგორც ღმერთი არის. წინასწარ მეტყოლებენ, ღვთებს აღადგენენ, კურნავენ. მომავალს განჭრეტენ და ასე შემდეგ. ეს ღმერთის საქციელია, ღმერთის მოქმედება და არ ადამიანის. ამისთვის შეიქმნა ადამიანი უფრო დიდი რაღაცისთვის, ვიდრე თვითონა. ქრისტიანობაში წინა პატრიკულ ტექსტებში გამუდმებით მეორდება ეს ფრაზა, რომ დადექი ჩვენ თავზე მაღლა. ათანასე ალექსანდრელი ლაპარაკობს ღმერთი განკაცდა, იმიტომ რომ ადამიანი გახტობილიყო. ამაში ესაქმე. ეს გახდა სინერგია. ქრისტიანული რელიგია არის სინერგიული რელიგია, ანუ ამბობს რას, რომ ადამიანი და ღმერთი იწყებს თანამოქმედებას. ეს სინერგია რას ნიშნავს? ადამიანი ეძებს ღვთაებრივ ნებას, გადაწყვეტილი აქვს, რომ ღვთაებრივ ნებას დაემორჩილოს და მისი ძალისხმევა წარიმართება სული წმინდით. ეს არის სინერგიის ფორმულა. სინერგიული ცნობიერების და სინერგიული ცხოვრებისა. ქრისტიანობა აღარ რჩება კონტრაქტულ რელიგიად. წინააღმდეგი ამბობენ, რომ კონტრაქტი ეს მუშის და მონის საფეხურია. მაშინ როდესაც ქრისტემ შექმნა ადამიანი მის მეგობრობისათვის. იდეალური მეგობრობა რა შეცდოს, როდესაც ორ ადამიანს ერთი ფასეულობები, ერთი ცხოვრებისეული მიზნები აქვს და თანამშრომლობენ მსახურებიან იდეას. ასეთი მაღალი რაღაცისთვის შექმნა ქრისტიანობა ადამიანი. და ეს როგორ განხორციელდა? ჩვენ გახტობის შესაძლებლობა მივიღეთ იესო ქრისტეს შობით და მისი კვდრით დაღდგომით, განკაცებით და კვდრით დაღდგომით, ხომ? გაიხსნა ეს სიკვდილი დაამარცხა. იესო ქრისტემ თავისი კვდრით დაღდგომით და ყველა ადამიანს ინდივიდუალურად შეეძლო კანი ღვთოს. ამაღლდეს სიცოცხლეში იცხოვროს ღმერთთან. მაგრამ მესია არ მიიღეს იუდეველებმა, მეორე წარსულის შემდგომ იუდაიზმი უარყოფს იესო ქრისტეს, რაბინისტული იუდაიზმი და ისლამი ართვლის იესო ქრისტეს ღმერთთან. ამიტომ განხტობა არ არის. იუდაიზმი და ისლამი არ იცნობს განხტობის
კონცეფციას. ამიტომ ისინი რჩებიან კონტრაქტის დონეზე. აღთქმის დონეზე. ანუ რა? აი ისლამის სახელი საიდან მოდის? ეს არის მორჩილება მუსულმანი მორჩილს ნიშნავს. მთელი მათი ენერგია მუსულმანებისა გადასული არის რაზე? შარიათის წესების მორჩილებაზე, ასევე იუდაიზმში მთელი სულიერი ენერგია მიდის არა შინაგან გარდაქმნაზე, არა გახტობაზე, არამედ შაბათის წესების დაცვაზე. მოსეს ჯულის დაცვაზე უამრავი წესებია. თუ ჩვენ ნახავთ თალმუდი კაზუისტიკითაა ასავს. ანუ რა კონკრეტულ მომენტში როგორ უნდა მოიქცე უამრავი აკრძალვები და უამრავი ცნებებია, მთელი მათი ენერგია გადასული ამაზე. იუდეველების თეოლოგები არის უმრავლესობა სამართლის სპეციალისტები, ისევე როგორც ისლამში. ისლამის თეოლოგია, მისი უდიდესი ნაწილი ეს არის ისლამური სამართალი. როგორ უნდა მოიქცეს ადამიანები, იმიტომ მათთვის თავარია ეს წესებია, შარიათი და მოსეს ჯული, მათი აღსრულება. კონტრაქტულია. განსხვავებით ქრისტიანობისგან. ქრისტიანობაც იცავს წესებს გავალდებულებს უფლისწინებებს, მაგრამ უფლისწინებები ეს არის ინსტრუმენტი რაღაც მაღალი მიაღწია. დედას ყავს შვილი და შვილს ეუბნება, ცეცხლს ნუ ეთამაშები, ცხელუთოს ხელი არ მოკიდო. ეს არ წესებს უწესებს თავის შვილს. მისთვის ეს კი არა მთავარი მიზანი, რომ შვილი ამ წესებს ემორჩილებს, არა კარგად გაიზარდოს, ხო? სრულყოფილი ადამიანი გახდეს. ქრისტიანობასაც ასეთი ხედვა აქვს. ღმერთმა მოგცა ეს ცნებები იმის, რომ ჩვენ გავიზარდოს სულიერად და გავხდეთ ღმერთის მეგობრები, განვიხილოთ მადლის მიერად. და არა იმისთვის, რომ დავჩეთ იმ დონეს და წესები ვასრულოთ. ეს რამ გამოიწვია? ნახეთ. თუ შენ კონცენტრირებული ხარ მთლიანად წესების დაცვაზე, შენთვის რელიგია რედუცირდება, დაიყვანება აი ამ მიწაზე საზოგადოების მოწყობის რელიგიურ პროექტზე. მთელი ენერგია იუდაიზმის და ისლამისა გადასულია ამაზე. აი როგორ მოაწყონ თქვათ მოსეს ჯული გავრცელდეს ყველგან იუდაის საზოგადოება დედამიწაზე, რომ გაბატონდეს მოსეს ჯული და ისლამის ასე ფიქრობს. ეს არის უმა, ანუ პროექტი რელიგიური საზოგადოების დედამიწაზე მოწყობისა. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ადამიანზეა დამოკიდებული ამ წესების აღსრულება. თუ თამდაბლობით არ აკეთებს ადამიანი ამ წესებს, ამ მორჩილებას არავითარი ფასი არ აქვს, პირიქით ეს ამპარტავნების წყაროა. თავისთავად აი ამ წესების მორჩილებას არა აქვს მნიშვნელობა თუ ეს არ კეთდება რისთვის, რომ ადამიანმა დაინახოს ღმერთის აუცილებლობა. ძველი აღთქმის არსი არის 10 მცნება და ახალი აღთქმისა ეს არის ნეტარებები, რითი იწყება, ნეტარებიან გლახაკნის სულით, რამე თუმად ღმერთი იხილო. რა იგულისხმება გლახაკში? გლახაკი ეს არის მათხოვარი, ხო ჩვეულებრივი გაგება. ნამდვილი მათხოვარი, არა პროფესიონალი, ნამდვილი მათხოვარი როგორია? რომელმაც ისო თუ არ შეეწევი, ვერ იცოცხლებს ისე, თუ არ დაეხმარებ. სულით გლახაკი რა არის? სულით გლახაკი ხედავს თუ კი ღმერთი არ შეეწია, ვერ ახასრულებს უფლისწინებებს. აი პავლე მოციქული ლაპარაკობს, იმიტომ მოგვეცავ ჩვენოს ჯულიო, რომ დაგვენახა რომ ადამიანს არ შეუძლია ჯულის აღსრულება და საჭიროა ღმერთის ჩარევა, ღმერთის ინტერვენცია. აი სულის სიგლახაკი ამას ნიშნავს, რომ როდესაც ადამიანს გაუჩნდება განცდა იმის, რომ ღმერთის გარეშე ვერც ცნებებს აღასრულებს, ვერც ცხონდება და ვერ იცოცხლებს, აი მაშინ იწყება მადლისმიერი პერიოდი, ანუ ახალი აღქმა. ამითაა განსხვავება. ესე დარჩა ისლამი და იუდაიზმი კონტრაქტის დონეზე. ესე იგი ორი რაღაცა. პირველი არ მიიღეს ნამდვილი ღმერთი და დარჩა კონტრაქტის დონეზე. ეს არის კრეაციონისტული მოდელი. ძალიან გავს ერთმანეთს, ხომ? ორივე კრეაციონისტულია, მაგრამ ერთმანეთს სამკუთხედს არიან გადაკიდებული. რატომ? იმიტომ რომ ეს კონტრაქტის ორი მოდელია. ჩვენ ამაზე მე ვისაუბრებ. იუდაიზმში ვინ არის კონტრაქტორი ღმერთის? ეს არის მთელი ნაციონალური სხეული. აი, როდესაც ელაპარაკება აღთქმას დადევს ა ブラ ამთან. ღმერთი რას ეუბნება, რომ თუ შენ ამას დაიცავ, კურთხეული იქნება შენი შთამომავლობა. აი წინასწარმეტყველებიც რომ მოდიან, ეუბნებიან, რომ თუ კი ისინი წესებს დაიცავენ, ელაპარაკება ღმერთი, ელაპარაკება მთელ საზოგადოებას. აი თუ კი შენ დაიცავ და ამ წესებს ასეთ კურთხეული იქნება ერი, ძლიერი, დაცული ისრაელი. თუ კი არ დაიცავ, სხვა ღმერთებთან იმრუშებს, ანუ სხვა ღმერთების წინ იქნება მათი მოვასაჯელი და დაიშება. ესე ღმერთი ელაპარაკება მთელს ნაციონალურ სხეულს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მე ჩვენ ნახოთ. და ისლამში კონტრაქტორი არის პიროვნება. ისლამი ნაციონალური და ეროვნული კატეგორიებით არ აზროვნებს. ისლამში ეს არის უმა უბრალოდ არის მთელი მორწმუნეების კრებული. აი ეს არის განსხვავება, ესე იგი ორივე კონტრაქტული რელიგიაა, მაგრამ კონტრაქტორი ღმერთთან არის განსხვავება. ერთთან არის ნაციონალური სხეული, მეორეგან არის ინდივიდუალური მუსულმანი. რაგე კონტრაქტულ დონეზე დარჩა ეს ორი რელიგია, მთელი მათი ძალისხმევა მიმართული არისკენ აი ეს წესები დაიცვან დედამიწაზე ადამიანური ძალისხმევით. მართლმადიდებელი ლაპარაკობს, რომ ადამიანის სიკეთეს აკეთებს მაშინ, როდესაც მასში მოქმედებს ღმერთი, აი ნეტარი ავგუსტინე ამბობს. ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეუძლია სიკეთის კეთება, როდესაც მასში ღმერთი მოქმედებს. ღმერთი აღასრულებს ჩვენთან ერთად, სინერგიულად აღასრულებს ღმერთი ჩვენთან ერთად სიკეთებს.
მაშინ როდესაც ისლამი და იუდაიზმი ეს არა სინერგიულია, არამედ ადამიანები აკეთებენ ღმერთის სახელით თავებრივ საქმესაც, ასე ფიქრობენ, ჩვენ ღმერთის სახელით მოქმედებთ. ესაა მორჩილება მეტია. საერთოდ ეს სულიერი კანონია, როდესაც ღმერთის არსებობას უარყოფ, მაშინ ახალი ღმერთი მოდის. ვინ არის ისრაელში ეს ახალი ღმერთი, ვინ ჩაანაცვლა ეს? სულიერი კანონია. ყველგან სრულდება ეს. ნამდვილი ღმერთის უარყოფის შემდეგ მოდის კერპი. ადამიანს ხარად არ შეუძლია, ადამიანი იწყებს გაღმერთებას იმისას, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. როცა ნამდვილი ღმერთს უარყოფ, ის რაც შენი გულისთვის ყველაზე ძვირფასია, ყველაზე მნიშვნელოვანია, იწყებ მის გაღმერთებას. ზოგჯერ შეიძლება ღმერთი უწოდო, ზოგჯერ არა. მაგრამ ნამდვილი ღმერთი ესა. აი ჩვენ ნახავთ, რომ იუდაიზმში ნამდვილი ღმერთი ეს არის ზუსტად ნაციონალური სხეული. ამას აღმერთებენ სინამდვილეში. და ისლამში ნამდვილი ღმერთი ეს არის ყურანი და შარიათი. აი ამაზე მექნება საუბარი, ამას და საიდან ლაპარაკობ ეს რაღაცა. აი იუდაიზმში ნამდვილი ღმერთი არის ნაციონალური სხეული. საიდან ჩანს ეს? უამრავი რაღაციდან ჩანს. აი პირველი. სანამ იესო ქრისტე მოვიდა, სინანულისთვის მოვიდა იონე ნათლისმცემელი, წინამორბედი უფლისა, რომელსაც უნდა მოემზადებინა გზა ქრისტეს მისაღებად. როგორ უნდა მოემზადებინა? სინანულით უნდა ემხილებინა ადამიანები, რაც ცოდვები აქვთ, და შეენანებინათ ეს ცოდვა, რათა მიეღოთ იესო ქრისტეს ნათელი. როდესაც მასთან მოდიან ფარისევლები, რას ელაპარაკება? იონათს, აი თქვენ და დაშრობნო იქედნეთანო. ვინ გითხრათ რომ თქვენო აბრაამის შთამომავლები ხართ, ამის სიკადული გაქვთ. ღმერთი აბრაამის შთამომავლს ხებისაგან აღადგეს. ანუ რა, ასე უბნება. როდესაც ამხილებს, თქვენი მთავარი ცოდვა რა არის, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ რა კი აბრაამის ხორცელი შთამომავლები ხართ, ყველაფერი გეკუთვნის ამის გამო ღმერთისაგან. ესე არ არის. აი როდესაც იესო ქრისტე ეუბნება, რომ იწამეთ ჩემი ცოდვისაგან გათავისუფლეთ და გაგანთავისუფლეთ და ჩვენო თავისუფალი ვართო. იმიტომ რომ აბრაამის შთამომავლები ვართ, თავისუფალი ვართ ჩვენო. როგორ იყვნენ? და დაბრუნებული იყო, ესე რა ეგონათ, რომ რა კი აბრაამის შთამომავლები იყვნენ, უკვე ქონდათ გარანტირებული სულიერი თავისუფლება. არც სულიერი თავისუფლება ქონდათ და არც ფიზიკური თავისუფლება არასოდეს არ ქონიათ. ასე აშკარად ელაპარაკებიან ღმერთს ტყუილს, ხო? როდის იყვნენ თავისუფლები? ჯერ იყვნენ ეგვიპტის მონებაში, მერე ბაბილონის მონობაში და როდესაც იესო ქრისტეს ელაპარაკებიან, მაშინ რომის იმპერიისგან არიან დამონებულები. აი როდესაც იესო ქრისტემ განკურნა 10 კეთროვანი 9 შეაქცია ზურგი წავიდა მადლობაც არ უთხრა. მხოლოდ ერთი დაბრუნდა, ეს ერთი იყო სამარიტელი, იმიტომ სამარიტელი არ თვლიდა თავს აბრაამის შთამომავლად და ამიტომ თქვა რომ ეს არის მოწყალება და 9 წავიდა. ისინი ფიქრობდნენ, რა კი ჩვენ აბრაამის შთამომავლები ვართ, მეკუთვნის ზუსტად განკურნება. რატომ გადაემტერნენ იესო ქრისტეს? აი პირდაპირ წერია სახარებაში. სახარებაში წერია პირდაპირ. რატო გადაემტერნენ? იმიტომ რომ როდესაც სასწაულებს აღასრულებდა იესო ქრისტე. თქვენსო აი თუკიო, აი ეს კაციო სასწაულებს აღასრულებს ასე. მოუვლენ რომაელები და ამოწყვიტავენ. მასაც და ჩვენს მთელ ხალხსაც. კაიაფამ რო თქვა სულიწმინდით, უჯობესია ერთი კაცი მოხდეს და ერი გადარჩეს. წინააღმები ამბობენ, ეს წინასწარმეტყველებაც ახდა სწორი იყო სულიწმინდით. იესო ქრისტე უნდა მოგვტარიყო მთელი ხალხისათვის, მაგრამ მას მხილების ფორმაც აქვს. კაიაფამ თვლიდა რომ ერთი ადამიანი, რაც ღმერთი, უნდა მოგვტარიყო ერს, აყენებდა უფრო მაღლა ვიდრე თავად ღმერთს. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, რომ იუდეველებმა იცოდნენ ვინც გააკრეს ჯვარზე. მათი ნამდვილი ღმერთი იყო აბრაამი. აბრაამის სიკადული ქონდა. ქრისტეს აზეემტერებოდნენ შაბათს წესს სატო არ ღეო და ასევე დანაშაულად წაუყენეს ის, რომ ლაპარაკობდა თითქოს ტაძარს დაანგრევდა. რატომ იყო მათთვის ძვირფასი აი ეს შაბათის წესები ასე ფანატიკურად რო იცავენ და ტაძარი? იმიტომ რომ ფიქრობდნენ, რომ თუ კი ისინი ზედმიწევნით დაიცავდნენ შაბათის წესებს, მაშინ მოვიდოდა ადრე მესია და მესია გააბატონებდა იუდეველებს თელს ხალხზე. და ტაძარი რატომ იყო, რომ მათ მაშინ ტაძარი ერთადერთი იყო და ის ტაძარი ბოდიშო ასე წყალებში ვამბობ, ბოდიში თითქოს აი მარტო ჩვენ შეგვიძლია ღმერთთან ლოსო და ღმერთი ყავდა ჯიბეში, რომ ყველაფერს მათ აუსრულებდა. ტაძარი უყვარდათ და შაბათის წესები ყავდათ არა იმის გამო, რომ ღმერთის გამო, არამედ იმიტომ, რომ ფიქრობდნენ, რომ აი ასეთი ადამიანური ძალისხმევით, ჩვენი შაბათის წესების დაცვით, ტაძარში სიარულით, სხვერპლის შეწირვით, ჩვენ ღმერთი გაგვაბატონებს სხვა ხალხებზე. როდესაც იესო ქრისტე მოვიდა და შინაგან გარდაქმნაზე ელაპარაკებოდა და არა რომაელებისგან გათავისუფლებაზე და სხვა ხალხზე გაბატონებაზე, ესეთი მესია არ მიიღეს და ჯვარზე აცვეს. ეს რა მესიაო ფიქრობდნენ. დავითის შთამომავალს როცა ეძახდნენ მესიას, ფიქრობდნენ, რომ მესია უნდა იყოს გამარჯვებული პოლიტიკოსი, მეთაური, მონარქი. ისე როგორც დავით მეფეს არ წაუგია ომი თავის მტრებთან ყოველთვის იმარჯვებდა ღმერთის სახელით, აი ასეთ მესიას ელოდებიან. ის რომ
იუდეველებისთვის ნამდვილი ღმერთი ნაციონალური სხეულია და რა თავად ღმერთი ბევრი რაღაციდან ჩანს. აი მაგათ არა აქვს ერთნაირი სწავლება ღმერთის შესახებ. ჯერ ღმერთი არის პიროვნული ღმერთი, ამასაც ხედავთ და ხედავთ პანთეისტურ სწავლებას ენცოფებზე და კაბალისტურ ღმერთებს. იმისათვის რომ გაიგო ადამიანები ნამდვილი ღმერთს სადეძებენ და ვინ მიაჩნიათ, უნდა დააკვირდე რელიგიურ რიტუალებს და რელიგიურ დღესასწაულებს და ფუნდამენტალურ სიტყვებს. ისიც გვამინდა. აი, რას ზეიმობს მართლმადიდებლობა? არის მართლმადიდებლობის ზეიმი. მართლმადიდებლობის ზეიმი არის რა? ჩვენ, როდესაც დიდი მარხვა იწყება, პირველ კვირაში ვზეიმობთ რას? რომ იმას კი არ ჩამოთვლიან, რომ აი რუმინელები არიან ქრისტიანები, ბულგარელები მართლმადიდებლები, ბულგარელები არიან მართლმადიდებლები, რუსები არიან მართლმადიდებლები, აი გავცელდა მართლმადიდებლობა, არა. მართლმადიდებლობის ზეიმი ეს არის, რომ ჩვენ ვართ ერთგული მამების სწავლებისა. შეურყვნელად შევინახეთ. მართლმადიდებლებს სწავს სამი ნამდვილი მართლმადიდებლების, სადაც არსებობს ქრისტია. რაოდენობას არა აქვს მნიშვნელობა გავრცელებას. მართლმადიდებლობა გამარჯვებულია იქ, სადაც შეურყვნელად არის დაცული სწავლება ღმერთის შესახებ. და ჩვენ ვზეიმობთ მოწამეებს, ხო? ადამიანური თვალსაზრისით მოწამე დამარცხებულია, მოკლულია, მეტი ამაზე დამარცხება რა არა, მაგრამ მართლმადიდებლობა ზეიმობს სულის გამარჯვებას სხეულზე. და იუდეველებთან ესე არა. იუდეველები ზეიმობენ რას? როგორც გითხარით, ერთი სწავლება არა აქვს ღმერთის შესახებ. ერთი სწავლება არა აქვს რა მოდის სულს გარდაცვალების შემდეგაც კი. ეს იმიტომ რომ ეს საკითხები არ აინტერესებს. აი ჩვენ ბიბლიიდანაც ვიცით, სადუკეველები და ფარისევლები კამათობდნენ გარდაცვალების შემდეგ ინდივიდუალური სული ნაჩვენდება თუ არა. აი სადუკეველები ამას უარყოფდნენ, ფარისევლებს ეს სწამდათ და მოციქულთა საქმეში ნაჩვენებია როგორ ეკამათებოდნენ ერთმანეთს. აი ისეთი ფუნდამენტალური სწავლებაც კი არა აქვს. სულს რა ემართება გარდაცვალების შემდეგ. თქვენ წარმოგიდგენიათ ქრისტიანობაში რომ ეს ყველაზე ფუნდამენტალური სწავლებაა, იმიტომ მართლმადიდებლებს საინტერესებს უპირველეს ყოვლისა როგორია ღმერთი, ჩვენთან კამათები მიდიოდა იმაზე დოგმატიკაზე. იესო ქრისტე ღმერთია თუ არა, სამების სწავლება და ასე შემდეგ და რა ემართება სულს გარდაცვალების შემდეგ. აი იუდაიზმში ეს სწავლება ოფიციალური არ არის. თალმუდში ვერ ვნახავთ, თვითონ ეს საკითხები არ აინტერესებთ. სამაგეროდ აინტერესებთ რა, შაბათის წესების დაცვა, შეიძლება თუ არა მსხვერპლის შეწირო, რომაული ფულით შეიძლება გეყიდა ეს შესაძლებელი თუ ნაციონალური ფულით და ასე შემდეგ. მეორე ხარისხის რატომაა ესე? იმიტომ რომ მათთვის თავარი სულ სხვა რაღაცაა. ავიღოთ ახლა იუდეველები რას დღესასწაულებენ. ჩვენთან აღდგომის დღესასწაული ეს არის სიცოცხლის გამარჯვება სიკვდილზე, როდესაც იესო ქრისტე აღდგა მკვეთით, გაიმარჯვა სიცოცხლეზე. და არის ყველაზე დიდი დღესასწაული იუდეველებთან. ეს არის პასექის. ჯერ აქ შემთხვევით არ გავავლეთ პარალელი, იმიტომ პასექი არის წინასახე აღდგომისა. იესო ქრისტეს ჯვარცმის და აღდგომის. ეს პასექის დღესასწაული საიდან წამოვიდა? როდესაც ეგვიპტის ფარაონი არ უშვებს იუდეველებს ეგვიპტიდან რომ მსხვერპლის შეწირონ ღმერთს, მოსე უვლენს მათ სასჯელებს და გაიქვა გული ფარაონმა და მაინც არ უშვებს და ბოლოს ეუბნება ყველა საშნელი სასჯელი მოგეცემა. ანუ დაკიშენ ებრაელ ხალხს არ უშვებს შენი მონობისაგან რომ ღმერთს მსხვერპლის შეწიროს, ღმერთი გამოგიშვებს ბოლო ყველა საშნელ სასჯელს. ანუ ის ვინც გიყვართ, თქვენი პირშები ისინი ამოწყდება. და მაგრამ დაცული უნდა ყოფილიყო იუდეველები და უნდა დაეკლათ კრავი და მისი სისხლი ჯვარი გამოესახათ კარებზე და ის სიკვდილის ანგელოზი რომ მოდიდა, სადაც დაინახავდა რომ ჯვრით არის სისხლი გამოსახული, იქ არ მოვიდა და არ მოკვდებოდა. ამიტომ პასექი არის წინასახე იესო ქრისტეს, ამიტომ იესო ქრისტეს ჯვარცმა და მის მიერ დარქმილმა სისხლმა გამოგვიხსნა ჩვენ ჯოჯოხეთის ანუ ეგვიპტის ტყვეობისაგან და გადაგვარჩინა, ხო? აი, როდესაც იუდეელი ამას ზეიმობს რას, რომ ღმერთმა ისრაელის ტრები დასაჯა, მისი პირშები მოუკლა. მეორე დიდი დღესასწაული ეს არის პურიმი. პურიმში რას დღესასწაულობენ? პურიმის დღესასწაულობს არის რომ როდესაც ბაბილონის ტყვეობა იყო, ებრაელები ძალიან ნიჭიერი ხალხია. ძალიან წარმატებას აღწევენ და აი პარსეთში გახდა პოლიტიკური ელიტა. იქ არისტოკრატიას შეშურდა ამის და მოინდომეს იუდეველების ამოწყვეტა და ესტერის დახმარებით პირიქით მოხდა. მოახერხეს ებრაელებმა მათი მოწინააღმდეგე არისტოკრატების ამოწყვეტა და ამას ზეიმობენ, ეს ეროვნული გამარჯვება არის მათი რელიგიური დღესასწაული. აი წარმოვიდგინეთ ჩვენთან რო იყოს დიდგორის ომს რო ლიტურგიულად დღესასწაულობდეთ. ჩვენთვის დიდგორის გამარჯვება ეროვნული უზარმაზარი დღესასწაულია. რატომ? იმიტომ რომ დიდგორიზე რო არ გაემარჯვა დავით აღმაშენებელს, ჩვენ ახლა ვინც ვართ არ ვიქნებოდით, ახლა ალბათ გავთურქდებოდით, ხო? მაგრამ ეს ხომ რელიგიური დღესასწაული არაა, ლიტურგიული დღესასწაული არაა, იმიტომ რომ რელიგიური და ნაციონალური დღესასწაულები არის სხვადასხვა. იუდაიზმში ესე არ არის.
მათთან არ განიყოფა მათი რელიგიური დღესასწაული ნაციონალური დღესასწაულია. მართლმადიდებლებში არის თქვათ ორი სიტყვა, მადლიანი და ღმერთისაგან დაშორება. ყველა ქრისტიანი გზნობს, რომ ხანდახან მადლისმიერი პერიოდია, როდესაც ღმერთთან ახლოსაა. ეს შინაგანია, ხომ? გზნობს მადლიერებას, სინანულს და ზოგჯერ არის შორს ღმერთისაგან, რაღაცაზე გაბოროტებულია, თქვათ განკითხვაში ან რაღაცა, ხო? ასეთი სულიერი ტერმინებით, კატეგორიებით ახასიათებს ადამიანი თავის სულიერ ცხოვრებას. ასეთი აქვს იუდაიზმში. ეს არის გატუში და ალია. ალია უბრალოდ აღნიშნავს პერიოდს, როდესაც შემოკრებილი არიან ერთ სახელმწიფოში და გატუში ეს არის განდევნილობის. ანუ რა? მათი ეს რელიგიური ტერმინოლოგია უკავშირდება ნაციონალურ სხეულს, ნაციონალურ ინტერესებს. ერთი საინტერესო გამოხატულება კიდე. ავიღოთ სიტყვა ჰოლოკოსტი. ჰოლოკოსტი ბერძნული წარმოშობისაა და აღნიშნავს ას უზარმაზარ მსხვერპლ შეწირვას, სისხლიან მსხვერპლ შეწირვას. საიდან წარმოიშვა ეს ტერმინი? იუდეველებს ჰქონდათ ერთი ტაძარი. სხვაგან არ შეიძლება აგებულიყო, არ ჰქონდათ სისხლიანი მსხვერპლი ჩვენგან განსხვავებით. ქრისტიანობა არ იცნობს სისხლიან მსხვერპლს. ჩვენ ღმერთსანი მსხვერპლი ეს არის ქება, დიდება, უფლება, სიტყვიერი მსხვერპლია. განვადიდებთ უფალს ლიტურგიული ღვთისმსახურების დროს. ეს არის ჩვენი მსხვერპლი. მაგრამ იუდეველებთან სისხლიანი მსხვერპლი იყო. ერთი ტაძარი ჰქონდა და დიდ დღესასწაულებზე ყველა იუდეველი ვალდებული იყო ასულიყო იერუსალიმში და მსხვერპლი შეეწირა ღმერთისთვის. იოსებ ფლავიუსი ისტორიკოსი წერს. წარმოგიდგენთ ისრაელი, როდესაც დიდარი იყო, დაცული მშვიდობა იყო, სოლომონის დრო, ან კიდე ჰეროდეს დრო. ადიოდნენ იუდეველები და აყავდათ საკლავი. უფრო ღარიბებს აყავდათ თქვა ტრედი, უფრო შეძლებულებს თქვა ხარი, უშობელი, ცხვარი და ასე შემდეგ და იკულებოდა და ეს იოსებ ფლავიუსი ლაპარაკობს, რომ დიდ დღესასწაულებზე აყავდათ 150-200,000 საკლავი. წარმოგიდგენთ 150,000 საკლავი რო იკვლება. იმდენი სისხლი იყო, ტაძართან ეს სასულიერო ღლები დადიოჭებამდე სისხლში იყო და მთელი ქალაქი ეს ყოლა დასაწველი რო იწვებოდა ეს ხორცი საკურთხეველზე, მთელი ქალაქში იყო სისხლის და ხორცის მსხვერპლისა. აი ამას ეძახიან ჰოლოკოსტს. ეხლა ავიღა ჰიტლერმა დახოცა ებრაელები. საშინელი დანაშაულია, უზარმაზარი, კაცობრიობის წინაშე ეს არის უზარმაზარი დანაშაული. იმიტომ რომ ჰიტლერი კლავდა ადამიანებს ხოლმე, იმიტომ რომ ებრაული წარმოშობა ჰქონდათ, მაგრამ ეს ხომ არ იყო რელიგიური დანაშაული. ჰიტლერს ხო არ აინტერესებდა შენ იუდეველი იყავი თუ არა. ჰიტლერი ითვლიდა რას? ბებია ჰყავდა, ბაბუა, ებრაელი, დედა, მამა თუ სხვა. ის ითვლიდა შენ სისხლში რამდენი პროცენტი ებრაული სისხლი და ამიტომ შიდა. ეს არის რასისტული და პოლიტიკური დანაშაული, მაგრამ ხო არ არის რელიგიური. ჰოლოკოსტი რელიგიური კატეგორიაა და ტერმინია. რატომ არქვევენ ამ სიტყვას ჰოლოკოსტს? იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, მათთვის რელიგიური და ნაციონალური დღესასწაული არის ერთ-ერთი. ეს რას ნიშნავს, რომ მათი ნამდვილი ღმერთი ნაციონალური სხეულია. ამიტომაა, ზუსტად როგორც გითხარით, რომ თალმუდში თქვენ ვერ ნახავთ ერთ სწავლებას ღმერთის შესახებ, თან სულის შესახებ. თქვენ რომ ბიბლიას კითხულობთ, შეუძლებელია იქ სულთა გადასახლებაზე იფიქრო, მაგრამ იმდენად გავრცელებული იყო იუდაიზმში სულთა გადასახლება, რომ სახარებაშიც პოვა ამან გამოძახილი. აი, რომ მოდიან იქ ხედავთ ერთ ასეთ მომენტს, რომ იესო ქრისტეს მოყვებიან მისი მოწაფეები და დაინახავენ დაბადებიდან ბრმას და ეკითხება ერთ-ერთი მისი მოწაფეთაგანი. გამგრენიათ, რომ ვინ შეცოდაო მისმა მშობლებმა თუ თვითონ ამან. ეხლა მშობლების გასაგებია შეიძლება მშობლებმა შეცოდა და ამიტომ დაისაჯა შვილი. მაგრამ რო ეკითხებიან თუ ამანო, თუ დაბადებიდან ბრმა, როგორ შეცოდა და ესე იგი წამდათ ადრინდელ ცხოვრებაში შეცოდა. ან როდესაც ეროდეს უთხრეს იესო ქრისტე რო აღასრულდა სასწაულს, მაშიო იოანე ღვთისმშობლის სულიაო. ეს სულთა გადასახლება წამდათ. ისე იყო გავრცელებული. აი ეს ნიშანია იმისა, რომ ეს საკითხები და არ აინტერესებდათ. აინტერესებდათ რა? თავიანთი ნაციონალური ძლიერება. მათთვის თავარი არის ნაციონალური ერთობა, ერთობლივი სახელმწიფო, რათა დაელოდნენ მესიას, რომელიც მათ გააბატონებს ყველაფერს. იუდეველები ფიქრობენ, რომ აი თუ კი ღმერთის საქმეს აკეთებს ნაციონალური სხეული, დედამიწას თავის ძალიხვევით. მაგრამ ამას აკეთებს პოლიტიკური მესია, ეს არის პოლიტიკური ლიდერი. პოლიტიკური ლიდერი აკეთებს თავის საქმეს პოლიტიკური ელიტის საშუალებით. ამიტომაა, რომ იუდეველები ფიქრობენ, რომ მესია რომ იქნება ახალი წესრიგი, ამ ახალ წესრიგს განასახიერებს ინტერნაციონალური პოლიტიკური ელიტა. ამიტომ მიდის იუდაიზაცია, აი რას დრო გადის, ხდება იუდაიზაცია პოლიტიკური და ფინანსური ელიტისა, საერთაშორისო ინტერნაციონალურ დონეზე. ეს მასონური ორგანიზაციები, სადაც ხდება დიდი მსახიობები, დიდი ფინანსისტები, დიდი პოლიტიკოსები ხდებიან. მასონები და ეს ყველა მიცის, რომ აი 33 საფეხურია, მე-18 საფეხურის შემდეგ უკვე შეფარული იუდაიზაცია ხდება. თავიანთი ნაციონალური
ეს რაღაცი რელიგიურობა ფოკუსირებულია ნაციონალურ სხეულს. აი ასე ხედავენ, აი ესქატოლოგია ეს არის მათი, რომ მესია მოვა და გააბატონებს ისრაელის ეროვნულ სხეულს ყველა თანამშრომელ ხალხს. ეხლა გადავიდეთ ისლამზე როგორც გითხარით, ისლამის კონტრაქტული რელიგია, აღარ კონტრაქტული არის წევრი თითოეული ადამიანი. ეხლა ნახოთ, რას აფასებს ყველაზე მეტად ისლამი. როგორ გავიგოთ? რა არის ნამდვილი ღმერთი? ალაჰზე კი ლაპარაკობენ, მაგრამ ნამდვილი გული მათი. მთელი მათი რელიგიის თავი მომენტი რაში ხედავენ და რაზეა მათი მთელი რელიგიური ენერგია მიმართული. ჩვენ ქრისტიანობაში ვხედავთ რასაც ქრისტიანები თვლიან ისტორიაში ყველაზე ფუნდამენტალურ და მნიშვნელოვან მომენტად, ეს ძველი აღქმაში თუ ახალი აღქმაში იქნება, იქიდან იწყებენ წელთაღრიცხვას. აი ძველი აღქმაში წელთაღრიცხვა საიდან იწყება? წელთაღრიცხვა იწყება იმით, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო. ბუნებრივია, ხო? ღმერთმა შექმნა სამყარო, მოხდა უზარმაზარი ცვლილება და აქედან იწყება წელთაღრიცხვა. ჩვენ ქრისტიანები ვიწყებთ წელთაღრიცხვას როდესაც დაიბადა მესია. ესეც ბუნებრივია, მოვიდა ღმერთი, ღმერთმა შეცვალა ყველაფერი და აქედან ვიწყებთ ახალ წელთაღრიცხვას. საიდან იწყება ისლამური წელთაღრიცხვა? ეხლა ქრისტიანული ლოგიკით უნდა იწყებოდეს საიდან? ან როცა მუჰამედი დაიბადა, ხო? მუჰამედი დაიბადა, მათი ბოლო წინასწარმეტყველი, რომელმაც შეცვალა ყველაფერი, ხო? ან აქედან დაწყებულიყო, ან უნდა დაწყებულიყო იქიდან, როდესაც ჯიბრაელი მოდიოდა ანგელოზი და უცხადებდა ყურანის სურებს განახობდა, ხო? მაშინ როდესაც დაიწყო გამოცხადება, ესე არ ხდება. მათი წინასწარმეტყველება იწყება როდის? ჰიჯრის შემდეგ, როდესაც მუჰამედი გადავა მექადან მედინაში. ხო უცნაური რაღაცაა. რატომ ხდება? იმიტომ ხდება, რომ ამ მედინაში გადასვლის შემდეგ მუჰამედმა დაარსა თეოკრატიული სახელმწიფო. პოლიტიკური ლიდერი გახდა. რაში ჭირდებოდა ეს პოლიტიკური ლიდერობა? პოლიტიკური ლიდერობა ჭირდება, იმიტომ რომ ხმლით გაევრცელებინა შარიათი. ისლამი ვრცელდებოდა არა სიტყვით და ქადაგებით, როგორც ქრისტიანობა, არამედ ხმლით. ამიტომ იყო, რომ მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ მისმა მინდორებმა ომარი ხეებოთა და სხვა უზარმაზარი ექსპანსია მოხდა, ძალიან სწრაფი ისლამის გავრცელება, ხმლით ავრცელებდნენ. ხობსი უზარმაზარი ფილოსოფოსია და ამბობდა, კანონს არა აქვს ძალა, თუ მისი უკან არ დგას ხმალი. ეს იცოდა მუჰამედმა, რომ შარიათის კანონები არ ახსოვდება მანამდე, თუ მის უკან არ დგას ხმალი. როდესაც მოდიოდა წარმართ შეხვდებოდა, ეუბნებოდა, რომ იწამი ალაჰი, ჭეშმარიტი ღმერთი, თუ არ იწამე ღმერთის ტერი ხარ და უფლება გქონდა მუსულმანს ის წარმართი მოეკლა. ეხლა დასაწყისში ქრისტიანებს და იუდეველებს არ ყავდა წიგნის ხალხს ეძახდა მაგათმა. მერე აი გვიანდელ სურებში არის ჯიზკიდეს ქრისტიანებს, ეგ თავარი ისლამისთვის რა არის არა სიყვარული, არამედ შარიათის გაბატონება. ისლამში არის ორი ასეთი სიტყვა. ეს არის შვიდობის სახლი, ანუ ისლამის სახლი და ომის სახლი. საიდან მოდის ახლა ეს წესი? ისლამის ანუ შვიდობის სახლი ნიშნავს ისეთ ტერიტორიას, სადაც შარიათის კანონია დაცული. საიდან წამოვიდა ეს? იესო ქრისტემ ქადაგებისას თქვა, რომ მიეცით კეისრისა, კეისარს და ღვთისა ღმერთს, ანუ თქვა, რომ კეისარი და ღმერთი სხვადასხვა რაღაცას ითხოვს. ანუ რა, შენ ქრისტიანი სადაც წავა, იმიტომ ეს კეისარი ამყარებს წესრიგს, შენ საფრანგეთის წახვალ, გერმანიაში წახვალ, ინგლისში წახვალ, თუ სხვაგან წახვალ, საერო კანონს უნდა დაემორჩილო ყველგან. თუ წესრიგისთვისაა, მაგრამ ღმერთს უნდა მიცა შენი გულიდან. ანუ ღმერთს უნდა მიცა ისაც ღმერთს ეკუთვნის, ანუ შენი სული, შენი სინანული, სიწმინდე, განწმენდა სულისა, ეს არის სხერფლი ღმერთისა. და გაყოფილია აი ეს სულიერი კანონები მიწიერი კანონებისაგან. და გელაპარაკება პავლე მოციქული ყველა მთავრობაო ღმერთისაგან არის ხმალი აქ, იმიტომ რომ დანაშაული არ ჩაიდინოს ადამიანს შეეშდეს დანაშაულს, ანუ წესრიგი. ისლამში ესეთი გაყოფა არ არის. ისლამში შარიათი განაგებს როგორც საერო საქმეს, ასევე სულიერს. და ესეთი ლოგიკა აქვს მაგათ, რომ თუ კი მთელი სამყარო ალაჰისა, ალაჰის კანონი უნდა იყოს ყველგან. ანუ შენ თუ მუსულმანი ხარ, მთელი შენი ენერგია უნდა მიმართო იმის, რომ ყველგან შარიათი გავრცელდეს, ეს არის ჯიჰადი. ჯიჰადი არ არის ყოველთვის ომს არ ნიშნავს. ჯიჰადი ნიშნავს სრულიად მცდელობას. შეიძლება რომ ყველგან შარიათის კანონი გავრცელდეს. ეს შეიძლება იყოს ლოცვით, შეიძლება იყოს დემოგრაფიული გამრავლებით, რომ სადღაც დასახლებია, თქვა საფრანგეთი არ არის. შარიათის კანონები არ სრულდება, საერო კანონები იქნა გამრავლდა დემოგრაფიულად გახდა უმრავლესობა და მერე შეაცვლევინა შარიათი. ან კიდე თუ კი შენ გეზღუდება შარიათის წესების აღსრულება, მაშინ ხმალი აიღო, ჯიჰადი გადაიქცევა ომად. ზი მთელი მაგათი ენერგია რაზეა მიმართული? მე მთელი ენერგია არის ყველგან დამყარდეს შარიათის კანონი. ეს არის მათთვის მთავარი. აი ამაში ეტყვა ეს პოლიტიზაცია.
პოლიტიზაციის ელემენტი იუდაიზმში რაში გამოვლინდა, რომ პოლიტიკური ელიტა აკეთებს ღმერთის საქმეს, ანუ ხდება იუდაიზაცია ფინანსური პოლიტიკური ელიტისგან ყველგანო მოიტანონ ახალი სოფლიო წესრიგი. ისლამში სხვანაირად, ისლამში ეს ხდება ჯიჰადის ინდივიდუალური ძალისხმევი. შენ უნდა შეეცადო ყველანაირად, რომ ყველგან გავრცელდეს ჯიჰადის კანონით. გახდეს ყველგან გაბატონებული. უნდა შეეცადო ჯერ თუ ომის გარეშე შეგიძლიათ, ომის გარეშე გააკეთეთ გამრავლებით დემოგრაფიით და თუ იძულებული გახდეთ, მაშინ ხმალიც აიღო ხელში და ტერორისტიც გახდეთ ასე. ეს არის ექსპანსია. მთელი მათი ენერგია გადასულია ამაზე. ამის გამოა, რომ ისლამშიც თქვა დიდი აქცენტი არ კეთდება თეოლოგიაზე ღმერთი როგორია, იმიტომ ყურანში არ არის ცნება პიროვნება, თქვა ღმერთი პიროვნული ძალაა თუ არა პიროვნული, ამაზე არ ლაპარაკობენ. იქაც არაერთგვაროვანი სწავლება, აღდგომა როგორ ხდება, თქვა რა ადამიანის გარდაცვალები და ეს სწავლები ზუსტად არაა ჩამოყალიბებული. ისლამი არ არის ორიენტირებული ადამიანის შინაგან გარდაქმნაზე, რაც ყველა რელიგიას მოითხოვს. მაგალითად ქრისტიანობა მთელი აქცენტი ადამიანის შინაგან გაწმენდაზეა, ხო? ისლამში ეს არ არის ეს. ისლამში არის 5 წესი, რომელიც უნდა დაიცვას, ხომ? და წახვიდე მექაში ერთხელ, დღეში 5 უნდა ილოცოთ, ქონების რაღაც პროცენტი უნდა გასცე, მოწყალება ეს არის უბრალოდ და ეს რაღაცა. რომელიც ნებებთან შინაგან ბრძოლას არ გულისხმობს. ამიტომ რაში გამოიხატება ეს, რომ ისლამში დააკვირდეთ რა არის მისი სამოთხე და მისი ჯოჯოხეთი როგორია. თვითონ სიწმინდე თქვა არ იხმარება ისლამში, ესეც სიტყვა უფრო არის მართალი. მართალი ნიშნავს, რაც ძველი აღთქმის ტერმინი ეს არის, რომელიც წესებს ემორჩილება, მათთვის მთელი ენერგია გადასულია წესების დამორჩილებაზე. ოღონდ ეს წესების მორჩილება გარეგანი ადამიანის შინაგანი განწყობა ამ დროს არ ხდება, ეს 5 მოთხოვნა რაც აქვს 5 სვეტი. იქ არსად შინაგან ნებებთან წინააღმდეგ ბრძოლაზე არის, რაც მთელი მართლმადიდებლობის და ქრისტიანობის სულია. თქვენ წარმოიდგინეთ ადამიანს, რომელიც შინაგანად გაწმენდილი არაა. მას როგორ წარმოუდგენია ჯოჯოხეთი, ან როგორ წარმოუდგენია ნეტარება. ნეტარება ეს არის მიწიერი სიაოვნების გაგრძელება უსასრულოდ. ზოგიერთი ქრისტიანი თეოლოგი ლაპარაკობს, რომ მათი სამოთხეო, ისლამის სამოთხე ეს არის თვალსკლავიანი სასტუმროს გავს. რატომ? მუსულმანები რაც ლაპარაკობენ, როგორია სამოთხე, რომ იქ ცხოვრობენ ხურიები. ხურიები ეს არის ანგელოზური ძალებია, რომლებიც ქალებს გვანან. ქალები დასაწყისში სამოთხეში ვერ შედიოდნენ. ხურია ეს არის ქალი, ანგელოზური ძალა, რომელთანაც სექსუალურად ცხოვრობენ ისე, რომელიც სამოთხეში ხდებიან. დედამიწაზე აკრძალულია, ვთქვათ, ღვინის დალევა, ხო? მაგრამ სამოთხეში ღვინოს დალევა, იქ მუსიკა არის უამრავი საჭმელი, რამ ჩამოთვლილია უამრავი რაღაც 10,000-ობით და არის ხურიები, რომელთანაც განუწყვეტლივ სექსუალურ კავშირში არიან. ესე იგი, რა არის ისლამის სამოთხე? ეს არის განუწყვეტელი მარადიული მრუშობა, სიძვა, ნაყროვანება და თრობა ღმერთის წინაშე. რატომაა ეს? იმიტომ რომ განუწმენდავი გულის რელიგიაა. მუჰამედი არ იყო დაკავებული ამით, რომ ადამიანის შინაგან განწმენდა მოეხდინა. უბრალოდ უნდა გარეგნული წესრიგი და ჯოჯოხეთის კიდე როგორი, წარმოიდგინეთ, მიწიერი ადამიანი, რომელსაც ნებები არა განწმენდილი, როგორ მოინდომებს ისო დასაჯოს მისი მტერი. თუმცა დავასრულო. რატომ ვილაპარაკეთ ამაზე? ვილაპარაკეთ იმიტომ, რომ ქრისტიანების წინაშე დგას ასეთი საშიშროება. რატომ? ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა უპირველეს ყოვლისა ჩვენთვის ეს სინანულის კულტურა. შენი ნამდვილი ქრისტიანობას იწყებ მაშინ, როდესაც იწყებ საკუთარი ცოდვების დანახვას და საკუთარი ნებების წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ წინა ლექციაზე ვთქვით რა არის, რომ დაცემული ადამიანური ბუნება ვლინდება უპირველეს ყოვლისა ნებებში. ნებები მიგვაჯაჭვას ამ სოფელს. 1000 ალექსანდრელი ლაპარაკობს ადამიანის ბუნების დაცემას არის და შემოვიდა ნებები. ნებები ეს არის ძლიერი სრულები, რომელიც ჩვენს გონებას აღარ ემორჩილება. ეს ნებებია ამპარტავნება, სიხარბე, სხვაზე გაბატონების სურვილი, ტიული სრულები დაუმორჩილებელი და ასე შემდეგ. ქრისტიანობა იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი იწყებს ამ ნებებთან ბრძოლას. მაგრამ როდესაც ქრისტიანობა იკარგება, წვენა და იკარგება ქრისტიანული კულტურა, მაშინ ადამიანი ცოდვის სათავეს თავის გულში კი არ ეძებს, არამედ ეძებს მის გარეთ. ადამი და ევას დაცემა რომ მოხდა, რომ დაესწნენ. რა მოხდა მაშინ? დაიწყეს ერთმანეთზე გადაბრალება. პირველი შედეგი ესა, როდესაც ადამიანის ბუნება ეცემა, სხვაში ხედავს ბოროტებას. ადამმა გადააბრალა ცოლს, ცოლმა გადააბრალა გველს და ასე შემდეგ. ეს ხდება, როდესაც რელიგიურობა იკლებს, ადამიანი ხედავს ბოროტების სათავეს სხვაგან. თუ კი შენ სხვაგან ხედავ ბოროტების სათავეს, ბოროტების ყველაზე საშინელი გამოვლინება სოციალური გამოვლინება, იმიტომ სოციალური კატეგორიებში ვლინდება ბოროტების ყველაზე საშინელი ფორმა, ჩაგვრა, კვლელობა, ომები, უსამართლობა და ასე შემდეგ. და როდესაც გარეთ ხედავ სოციალურ უბედურებას, სოციალურ ბოროტებას, ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი ამ ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად არის სახელმწიფო.
და პოლიტიკა. ამიტომ ხდება პოლიტიზაცია ამ შემთხვევაში რელიგიისა. აი, როდესაც იკლებს ქრისტიანული კულტურა, იწყება პოლიტიზაცია. ეხლა ორი ვარიანტი აქვს. თუ სახელმწიფო ძალიან ძლიერია, სახელმწიფო ინსტიტუცია, მაშინ ხდება იუდაიზაცია. აი, ამ მაგალითს ხედავთ საათ მაგალითად. აი, კათოლიციზმში. დასავლეთში ძალიან ძლიერი იყო ეკლესია თავისი სტრუქტურებით, ამიტომ რომის პაპებს გაუშვათ პრეზენზია ორი მახვილის, ანუ თქვენს რომ პოლიტიკური და სულიერი ძალაუფლება უნდა გქონდეს ორი მახვილი რომის პაპს. ასე უფრო ეფექტურად გააკეთებს ღმერთის საქმეს. ასევე რუსეთში ტკაჩოვი რო გამოდის ახლა, ტკაჩოვი ლაპარაკობს რომ პოპულარული ხდელია ძალიან რუსეთში და ამბობს ესეთ რაღაცას რომ აი ქართველებსო, რუმინელებსო, ბულგარელებსო რა მართლმადიდებლობის დაცვა შეუძლიათ თავიანთ სახელმწიფოს ვერ იცავენ. მართლმადიდებლობის დაცვა შეუძლია მხოლოდ ისეთ სახელმწიფოს, რომელსაც გააჩნია ბირთვული იარაღი. ხედავთ, აი პოლიტიზაცია. ისინი ფიქრობენ რომ რა კი ძლიერია რუსეთის სახელმწიფო ბირთვული იარაღი გააგია, მისი მისია დაცვა ქრისტიანობის. ეს რა ხედვა ქრისტიანობას იცავს მადლით. აი ეს არის პოლიტიზაციის გამოვლინება. ანუ ხდება იუდაიზაცია ქრისტიანობის, ანუ ფიქრობენ რომ ღმერთის საქმეს დედამიწაზე გააკეთებს იმპერია. აი ამის გამოხატებაა მესამე რომის იმპერიის თეორია, რას ამბობენ რომ ქრისტიანობა მანამდე იარსებებს დედამიწაზე, სანამ იარსებებს ქრისტიანი იმპერატორი. ახლა მას პრეზიდენტს დაარქვეს სხვა რა მნიშვნელობა აქვს. აი თითქოს ქრისტიანობის დაცვის მისია ეკისრებოდეს პოლიტიკურ ლიდერს და არა ინდივიდუალურ ადამიანებს თავისი სათნოებებით. პოლიტიკას და იმპერატორებს რო შეეძლოთ ქრისტიანობის დაცვა, მაშინ იესო ქრისტე რატომ დაიბადებოდა გამოქვაბულში და დურგლის შვილად. დაიბადებოდა რომის იმპერატორის შვილად. და გამოცემდა ბრძანებებს და ვინცაც დაემორჩილებოდა მისკანოს იმას აცხოვდა ჯვარზე თვითონ რატომ ეცვებოდა. ქრისტიანობის დაცვა შეიძლება მხოლოდ მადლის მიერი სათნოებებით და არა პოლიტიკური ძალით. აი ესე, როდესაც ქრისტიანობა იკლებს და სახელმწიფო ძლიერია, ხდება ისლამიზაცია ქრისტიანობისა. როდესაც ქვეყანა ღარიბია და სახელმწიფო სუსტია, მაშინ ხდება ისლამიზაცია. თეოკრატიული ტენდენციები იბადება. ეკლესია და მორწმუნე ხალხი იღებს თავის თავზე სამართლიანობის დამყარების, აი ისაც სახელმწიფო უნდა გააკეთოს, რელიგიური ორგანიზმი იღებს თავის თავს. ამის უამრავი მაგალითი არსებობს. ლათინური ამერიკაში არსებობს ეგრეთ წოდებული განთავისუფლების თეოლოგია. ლათინური ამერიკები ღარიბები იყვნენ და იქ რო შევიდა ქრისტიანობა, კათოლიციზმი ჩამოყალიბდა განთავისუფლების თეორია. აი ღარიბთა პრეფერენციას ლაპარაკობდა, რომ აი ეკლესია უნდა დაფუძნებული იყოს რაღაც ჯგუფებზე, მარქსის გავლენით წარმოიშვა. ეკლესიის მოვალეობა მხარი დაუჭიროს ღარიბებს და მათ რევოლუციურ მოძრაობაში. როდესაც რუსეთშიც მოხდა რევოლუცია, კომუნისტური რევოლუცია, წარმოიშვა სერგიანული ეკლესია და სერგიანული ეკლესია დაიწყეს ქადაგება, რომ იესო ქრისტე იყო პირველი კომუნისტი. ანუ რა, აი, როდესაც ქვეყანა ღარიბია, ეკლესია ხდება რევოლუციური. ანუ რა, მასიური მოძრაობით რელიგიის სახელით ხდება გაკეთება იმისა, რასაც პოლიტიკური იდეოლოგიები ლაპარაკობენ. აი, შემთხვევითი არ არის, რომ ბერდიაევი ლაპარაკობდა, რომ ბოლშევიზმი ეს იყო უღმერთო იუდაური მესიანიზმი. ამით დავასრულებ დღევანდელ ლექციას. მადლობა ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე.